ხუთი სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები ერთწლიან ანაზღაურებად სტაჟირებას შემდგომი დასაქმების უფლებით ეკონომიკის სამინისტროს მართვაში არსებულ ენერგეტიკულ კომპანიებში გაევლიან. შესაბამის მემორანდუმს ხელი ეკონომიკის სამინისტროში მოეწერა. სამინისტროს ინფორმაციით ენერგეტიკულმა კომპანიებმა გამოთქვეს მზადყოფნა მონაწილეობა მიეღოთ სტაჟირების პროგრამაში. ენერგეტიკულის გარდა სტაჟირების პროგრამა მოიცავს სამართლისა და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებებსაც ენერგეტიკული კომპანიების სპეციფიკის გათვალისწინებით. მესამე კურსიდან შესაძლებელი გახდეს მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეების დასაქმება პირველ რიგში ანაზღაურებადი სტაჟირებით, გარანტირებული სამუშაოს გაგრძელების უფლებით. შესაბამისად, აღნიშნული მემორანდუმის საგანი გახლავთ, რა თქმა უნდა, ტექნიკური სპეციალობები, თუმცა ასევე საწარმოს მართვისთვის ზოგადად თანმდევი სპეციალობები, მაგალითად ფინანსისტები, იურისტები. დღეს ვართ სწავლების ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტის მომსწრენი ეკონომიკის სამინისტროსა და სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ხუთი სახელმწიფო უნივერსიტეტია წარმოდგენილი. ფორმდება მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების სტაჟირების პროგრამაში ჩართვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რადგან სტაჟირება მოიცავს ამავე დროს საკმაოდ მნიშვნელოვან ანაზღაურებას 500 ლარის ოდენობით, რომლებიც დამატებით სტიმულს მისცემს იმისთვის სტუდენტებს, რომ თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ უნარჩვევებს დაეუფლონ.